You speak into this, that machine there takes this and it puts it on this thing and then you take that and you play that and then it says what you said here. ტრანსცენდენტალიზმი არის ფილოსოფიური მიმდინარეობა და განიმარტება როგორც საზღვრებს მიღმა გასვლა. აზროვნების მომენტში ქვეცნობიერი პროცესების გამომუშავება. ამ მიმდინარეობის მთავარი პრინციპი ადამიანის სულიერი მდგომარეობაა. როდესაც ის ჩვენს ირგვლივ არსებულ საგნებს, მოვლენებს, აღიქვამს ისე რა ემოციასაც დებს მასში. ეს მიმართულება მხატვრობაში პირველად ქართველმა მხატვარმა რაულ ხალვაშმა გამოიყენა. ტრანსცენდენტალიზმს მეხსნი როგორც მოგზაურობას ქვეცნობიერში. მე როგორც ავტორს გამეცნია ეს მდგომარეობა, ნაირ-ნაირი, ვთქვათ, მეთოდებით და მე ეს ყველაფერი არის უკვე გადმოტანილი ტილოზე. ამ ყველაფერს არ გააჩნია კონკრეტული საწყისი ან დაბოლოება. საწყისი დაბოლოება. მაყურებელი აფიქსირებს იმას, რომ აი აქ არ არის ესეთი მოყოლილი ისტორია, ჩამოყალიბებული რაღაც კონცეფცია, მაგრამ ამავდროულად კარგად გრძნობს და ესმის ის ყველაფერი, რასაც ის ღებულობს. მხატვრული კუთხით ტრანსცენდენტალურ ჟანრში არაფერი არ გაკეთებულა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. დაზუსტებით ვიცი, რომ მხატვრობაში დღესდღეობით ვარ ერთადერთი წარმომადგენელი მსოფლიოში, ვინც აკეთებს აი ამ ჟანრს, ვინც ქმნის ამ ჟანრში ნახატებს. მე მრავალი წლის განმავლობაში ვათვალიერებ ძალიან ბევრ გალერეებს და ვცდილობ ვნახო, ვთქვათ, თუ მუშაობს ვინმე ამ ჟანრში, თუნდაც ვთქვათ, სხვა სფეროებში, არა მარტო მხატვრობაში, მაგრამ დღემდე არ შემხვედრია არავინ ტრანსცენდენტალურ ჟანრში მომუშავე რა, ასე ვთქვათ, ხელოვნებაში. თითქმის 100% შემთხვევაში მე წინასწარ წარმოვიდგენ იმ კომპოზიციებს, რომლებსაც შევქმნი, მაგრამ ვერასოდეს ვერ ვხედავ დასრულებულ ფორმაში, იმიტომ რომ მე რო დავიწყო ნახატი 5 წუთით ადრე, ან 5 წუთით გვიან, ის გამოვა აბსოლუტურად სხვანაირი. ყველა დროს გააჩნია თავისი, ასე ვთქვათ, ტრანსცენდენტალური მდგომარეობა. ზუსტად ასევე იბადებიან ის პერსონაჟები, რომლებიც ჩემს ნახატებში ძალიან ბევრია. შეიძლება პერსონაჟი, რომელიც არის ჩემს ნახატში, ერთ შემთხვევაში ნიშნავდეს ცოცხალ არსებად, მეორე შემთხვევაში რაღაც მოვლენას, ან შეიძლება ნიშნავდეს რაღაც დროს, ან რაღაც განწყობას. ჩემი მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ ამ პერსონაჟის ფორმით, პერსონაჟის ემოციით მოვიტანო უკვე ის აზრი მაყურებელთან. მე ვფიქრობ, უმეტეს შემთხვევაში ეს გამოდის კიდევაც იქიდან გამომდინარე, რომ არაერთხელ მე ვსაუბრობ მაყურებელთან და ვღებულობ ზუსტად იმ ემოციას, რომელიც პრინციპში მაქვს ჩადებული ამა თუ იმ კომპოზიციაში. ვადევნებ, ვთქვათ, მსოფლიო ხელოვნებაში რა ხდება და ვფიქრობ, რომ დღეს არის
ერთადერთი ჟანრი ტრანსცენდენტალიზმი, რომელიც არის ლოგიკური განვითარება იმ ჯაჭვისა, რომელიც მოდის, ვთქვათ, კლასიციზმის, იმპრესიონიზმის, ექსპრესიონიზმის, სიურრეალიზმის შემდეგ დღეს არის ტრანსცენდენტალიზმი, ახალი ხელოვნება, ახალი ვიზუალი, ახალი მხატვრობა.